მოგესალმებით, ტრადიციულად ვაგრძელებთ მერაბ კოსტავას ეზოდან და დღეს ისევ ბატონ გურამთან მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, როგორც უკვე ზანა ბატონმა გიორგიმ, ეს გახლავთ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აკვანი. აქედან დაიწყო ეროვნული მოძრაობა და ცნობილი ოთხშაბათობები ზვიადისა და მერაბის მიერ. და მივესალმები სრულიად საქართველოს. დღეს აქ ვზივართ მე უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმის წევრი ბატონი ჯემალ იონათამიშვილი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი და დღეს თავმჯდომარე მოქმედი ბატონი თენგიზ ტაბაღუა, ეროვნული გვარდიის წევრი, ზვიადის გვარდიის. მინდა მივესალმო ამერიკელ ხალხს ახალი პრეზიდენტის არჩევის გამო და სანამ დანარჩენს გავაგრძელებდე, სიტყვას გადავცემ ბატონ თენგიზ ტაბაღუას, რომელიც შენახვედრი არის რეიგანთან მოსკოვში და რეიგანის მთავარ სიტყვას მოგვახსენებს ბატონი თენგიზი. მოგესალმებით სულ. გილოცავ სულ ახალწელს და ღმერთმა სიკეთე, ხვავი, ბარაკა არ მოგესალმებით სულ. 1993 წელს ვიყავი მოსკოვში ერთ ჩემ მეგობარ ქალბატონთან, რომელსაც მუშაობდა მოსავიეთში ინსპექტორად. და ამ გოგონამ თხოვა, რომ წავყოლოდი, დღეს ჩამოდის ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი და შეხვედრა ხდებაო და როგორმე წამოვყვევი და ამ გოგონას უნდა ვარ გვერდში ყოფნით, რომ როგორმე მივახცე რეიგანამდე, იმიტომ ისე სხვა ხალხი იდგა. მიღება იყო ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, იყო რეიგანი ჩამოსული და დაცვის ქვეშ იდგა ხალხი, სხვა ხალხი, მილიონები ხალხი იდგა. მაგრამ ჩვენ ისევ ვქენით, რომ მე მაშინ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, 34 წლის კაცი ვიყავი და ძალიან ღონისძიებდი და ისე და გზასაც მithnovდნენ და მithmovდნენ და მივედით, აი ხმა რომ მიწვდება იმ სიახლოვეზე მივედით რეიგანდა და ამ ლენა ერქვა ამ გოგონას და საიდან მოაგონდა არ ვიცი, დღესაც არ ვიცი და ამან კი არ იყვირა, იკივლა ქვია მაგას დაუძახა ბატონ რეიგანს, ბატონო ამერიკის პრეზიდენტო, როგორ გესახებათო, მოკლედ ვიტყვი, როგორ გესახებათო 2000 წლის თავზე საბჭოთა კავშირი როგორ იქნებაო, ამას ყური მოხრა რეიგანი და გაჩერდა და გავიყიდა, სულ გაისუსა, გაიტრნა კაცისთვის მარამა, მობრუნდა რეიგანი, გაეღიმა. ახალგაზრდაო, პასუხი რო დაიწყო, ყველა უსვეს კაცის რო იმდენ სიტყვებს აყრედნია, რომ ხმა არამა კარავი და აიგი დაიწყო ასე ლაპარაკი. ახალგაზრდაო, 2000 წლის თავზეო, საბჭოთა კავშირი დაშლილი იქნებაო. კერძოდ რუსეთი დაქუცმაცებული იქნებაო, მაგრამ იმ სიტყვა ვერ გაამართა, მაგრამ კავშირი ხო დაიშალა. და რას ამბობს ახლა თავარი რა, ჩემ ცხოვრებაში პირველად გავიგონე სიტყვა, მე რას ვიცავ და წარმოდგენილი არ მქონდა. მე დაიშლებაო საბჭოთა კავშირი, ასე იქნებაო, მაგრამ ღმერთმა არქნასო ორჯერ გაიმეორა სიტყვა. ეგერ ყველაფერი ვიდეო ჩანაწერში არის, ყველას ნებისმიერ შეუძლია რომ გადაამოწმოს. ღმერთმა არქნასო ორჯერ გაიმეორა, ამის რაღაცა ის საბჭოთა კავშირის ბრალი არ იქნებაო, რომ ღმერთმა არქნასო ლიბერალიზმი თუ გაცოცხლა და ფეხზე წამოდგა, ის საბჭოთა კავშირის ბრალი არ იქნებაო, ეს იქნებაო მსოფლიო კატასტროფა. ეს იცოდეთო ხალხო და მე მაშინ გავიგო პირველად სიტყვა ლიბერალიზმი განაგონი არ მქონდა სიტყვა ამის რაღაცა და დღეს სახე სურათზე მაგ აგერა სურათი სახეზეა. და რა მოხდა, აი შენი ლიბერალიზმა რა მოგვიტანა, ეს რეიგანის სიტყვებია და ვისაც აინტერესებს. იმ დრო 83 წელია და შეუძლია ამოქაქოს ვიღაცას და გადაამოწმოს ყველაფერი და შეიძლება იქ მე ჩვენ ხარ და ჩემი ლენაც ერთად ვიქნებით, აი სურათი აგერა ლიბერალიზმის ნიშნულობა ეს არის და აცი დანარჩენი ჩვენში და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს უვარგისი რაღაცაა. მადლობთ. მე სპეციალურად გავაგრძელებდი ბატონ თენგიზს. დღეს რეიგანის, ანუ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტის მემკვიდრე გახლავთ ბატონი ტრამპი და როგორც ვიცით, ტრამპმა და
ილონ მასკმა ბრძოლა გამოუცხადეს ეგრეთ წოდებულ ლიბერალიზმს. ყოველგვარ უმსგავსებას, ყველანაირ ანტიქრისტიანულს, ანტიადამიანულს და ამიტომ მინდა მიულოცო არა მარტო ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს ბატონი ტრამპის გაპრეზიდენტება და მისი, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ქრისტიანული ორიენტაციის აღება. წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკის ქალბატონმა, რომელიც კენს იყრიდა პრეზიდენტობაზე, შეურაცხო იესო ქრისტე და თქვა, რომ არავითარი იესო ქრისტე არ არსებობდა, ჩვეულებრივი უმაკვდავი ადამიანი იყო. გამოვიდა ტრამპი და თქვა, რომ იესო ქრისტე იყო ჩვენი ღმერთი და მე მასზე ვლოცულობო. ამიტომაც გაიმარჯვა ტრამპმა და მე ამ კონტექსტში მინდა მივესალმო არა მარტო ტრამპს, არამედ მთელია კაცობრიობას და პირადად საქართველოს. ეს იქნება ჩვენთვის ბატონებო დიდებული რამე. ახლა მინდა ჩვენ წინა გადაცემას შევეხო. ჩვენი წინა გადაცემა ძირითადად მიწყვილ იყო ბატონებო კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის აუცილებლობაზე. იქ თქვი მე, რომ არსებობს ასეთი ცნება, სამართალმემკვიდრეობა, რომელიც ნიშნავს შემდეგს. თქვათ საფრანგეთის ერთმა პრეზიდენტმა აიღო 5 ტრილიონი, 10 ტრილიონი ვალი, მოვიდა მეორე პრეზიდენტი და ამბობს, ის წინა პრეზიდენტმა სხვა პარტიამ აიღო და მე პასუხისმგებელი არა ვარო. ასე არ არის ბატონებო, ვინც ნიშნავს არჩევნებს, მოსული ხელისუფლებამ არჩევნებით, სამართალმემკვიდრეა წინა ხელისუფლების და ასე გადაეცემა და გადაეცემა, ასე რომ სამი არამკითხე არამზადის იოსელიანის, კიტოვანისა და სიგუას მიერ დანიშნული არჩევნებით მოსული შევარდნაძე, შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე მიშა, შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება ყველანი არიან აი ამ სამი არამკითხე არამზადას სამართალმემკვიდრეები. მაშინ ბატონებო ქართველმა ერმა ზვიადის მომხრეებს დაარქვა სიტყვა ზვიადაური და რადგანაც ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე იყო ზვიადგამსახურდიასი EDP და მისი ლიდერი ჭანტურია, მის მომხრეებს დაარქვა პროჭანტურისტები, ანუ ჭანტურიას მომხრეები. დღესაც ესე არის ბატონებო და ამ ჩვენ 360,000 ნახვა აქედან თითქმის 100% არის დადებითი გამოხმაურება და პროჭანტურისტები თითოეულა კაცი ზვიადსა და მერაბს ლანძღავენ და ჩვენ ასე ვთქვათ ბევრებს გვიწოდებენ. მოგახსენებთ ბატონებო, რომ დამოუკიდებლობაზე ხელისმომწერი დეპუტატები ვზიართ აქ, ანუ სიგნატორები. ამერიკაში მათ ერისმამებს ეძახიან, ჩვენ ერისმამობაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ პარლამენტარიზმის მამები ნამდვილად გახლავართ. ახლა ერთი ფაქტი უნდა ვთქვა ზვიადგამსახურდიაზე. საბჭოთა კავშირში იყო პროპორციული არჩევნები, რასაც დიდი, ასე ვთქვათ, გამარჯვებით ჭრალებში მიაღწია ოპოზიციამ და დღევანდელმა ხელისუფლებამ, რადგან კომუნისტური პარტიის გარდა ყველა პარტია აკრძალული იყო, ყველა არჩევნებში იმარჯვებდა კომუნისტები ავტომატურად. გულში ჩახუდების პარტია რო შეგექმნა, 10 წელი გიკრავდნენ ციხეში თავს. 1990 წლის 19 აგვისტოს ამ იმართება საქართველოს კომუნისტური პარლამენტის უმაღლესი საბჭოს სესია. სამჯერ შევიდა ზვიადგამსახურდია და დააყენა მრავალპარტიული არჩევნების კანონი, მაგრამ საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ნებისმიერი პარტია და პროპორციულის გარდა სხვანაირი არჩევნები, ესე იგი აკრძალული იყო, რადგან შეიძლებოდა რომელიმე უბანში ან სხვანაირად გასულიყო არაკომუნისტი დეპუტატი. და ამას მიაღწია ზვიადგამსახურდიამ ძალათი წაართვა გუმბარიძეს, რომელიც მაშინ იყო ცკ-ს მდივანი და კომუნისტური პარტიის ცკ-ს მდივანი და სუკის
უფროსი მისძღებული ქონდა მკაცრი მითითება, რომ არ დაეშვა მრავალპარტიული არჩევნები. სამჯერ შევიდა ბატონი ზვიადი, სამჯერ მიიღო უარი. მესამედ რო გამოვიდა, მაშინ ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა ისევ ზვიადის მიერ დარიგებულმა უთხრა: ბატონო ზვიად, თქვენ გვერდზე გადექით, ახლა ჩვენ შევალთ 15 წუთში გუმბარიძის თავს გამოვიტანთ და აქ მივაცემიებთ სიტყვას. ცხადია, ზვიადის გარშემო 30 თუ არა 50% სუგის აგენტები დაძრწოდნენ. მოახსენეს გუმბარიძეს და გუმბარიძემ შეშინებულმა დატოვა სესია და ასე წაართვა ზვიადგამსახურდია მრავალპარტიული არჩევნების კანონი. იმ დღეს დე იურე დამთავრდა ბოლშევიზმი დედამიწაზე, იმ დღეს შეიქმნა და დაიბადა ახალი მსოფლიო, რომელსაც ქვია ზვიადგამსახურდიას მსოფლიო. აი ეს არის ბატონებო დღევანდელი კაცობრიობის დღევანდელი დღე, ეს ზვიადგამსახურდიასა და მისი თანამებრძოლის მერაბ კოსტავას დამსახურება გახლავთ. ასევე 91 წლის 31 მარტის რეფერენდუმით ზვიადგამსახურდიამ ჩაშალა საბჭოთა კომუნისტური პარტიის მიერ ახალი მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმით გაქონდათ საქართველოს 70%, უკრაინის 80% და ასე შემდეგ. ეს ჩემ გამოსვლებში პეკატივის თუ სხვაგან კარგად არის და დღეს დროის უკმარისების გამო ამას არ მოვყვები. ასე რომ ბატონებო, ღმერთს ნუ განარისხებთ, ზვიადგამსახურდიას და მერაბ კოსტავას აუგად ხსენება. ძალიან ცუდად დაუჯდა უამრავ ადამიანს, რომლებმაც სამწუხაროდ საუკეთესო შვილები დაკარგეს ღმერთისგან სასჯელის მხრივ. ამას არ ჩამოუთლია 100-მდე კაცია და შევავედრეთ უფალს, რომ მამების ცოდვები შვილებზე არ გადავიდეს. მივესალმები საქართველოს ახალგაზრდობას, მივესალმები ყველა ჭეშმარიტ პატრიოტს, ვინც ანალიზურად, ანალოგიკურად მსჯელობს და ახლა სიტყვას გადავცემ ბატონ ჯემალ იონათამიშვილს. მე ალბათ 2 სიტყვას ვიტყვი, რამე რაზეც ლაპარაკობდა იმაზე. დავაზუსტებ უბრალოდ. ზვიადგამსახურდიას არავისთვის არაფერი არ წაუცნობია, რაც ქართულ ხალხს ეკუთვნოდა, როგორც ქართული ხალხის გამორჩეულმა მამულიშვილმა იმას მოკიდა ხელი და ის საქმე გააკეთა, რაც გვეკუთვნოდა. მისი ბრძოლა ბავშვობიდანვე დაწყებული დააგვირგვინა საბოლოო ჯამში, დააგვირგვინდა იმით, რომ შეძლო, მარტო შეძლო ფაქტიურად ზვიადგამსახურდიამ ის, რომ თავისი ფესვებისკენ გაიხედა ამ ხალხმა. დაარწმუნა, დაანახა ზვიადგამსახურდიამ ის მთელ საქართველოს, რომ მისი სამშობლო არა სერეკა იყო, არამედ საქართველო იყო და მისთვის უნდა ეზრუნოთ და მისთვის უნდა ეღვაწათ. ამიტომ მისი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა, ამიტომ კი არა, საერთოდ უდიდესი პიროვნება იყო. არაჩვეულებრივად დიდი ზაგამი არ მეგონა ახლა თემაზე თუ ვილაპარაკობდი, მაგრამ 2 სიტყვით მაინც ვიტყვი. გააკეთა ის, რომ ესე იგი ფაქტიურად აი ჩვენ უკვე საკმაოდ ასაკში ვართ, ეს ასაკში შესული ხალხი ვართ და თუ კი გავიხსენოთ, მაშინ მიტინგები ტარდებოდა საერთოდ მთელ საქართველოში. აი თბილისშიც რამდენიმე ადგილზე შეიძლება ყოფილიყო და სადაც ზვიადგამსახურდია გამოჩნდებოდა, იქ იყო ხოლმე ყველაზე მეტი ხალხი. და როდესაც აი საჭიროების გამო ერთი მიტინგი და შეიძლება მეორეზე გადასულიყო ზვიადგამსახურდია, აი ხალხი ადგებოდა და იმ წუთში მიეყავოდა იქ და ეს საერთოდ ის რომ გამოურჩეული პიროვნება იყო, ამას თვითონ ის რა ქვია ჯაბა იოსელიანი ადასტურებს თავის წიგნში, როდესაც აღნიშნავს, რომ მათ ზვიადგამსახურდია საპირწონედ ვერავინ ვერ მონახეს საქართველოში. ამიტომ რაც გააკეთა, რაც აი მისი ხელმძღვანელობით გააკეთა, იმაზე თქვათ ვიღაცას ხანდახან პრეტენზია გამოუჩნდება ხოლმე, რომ აი რაღაცა არავითარ შემთხვევაში ამის დავიწყება არ შეიძლება. ზვიადგამსახურდიას გაკეთებული რაც არის,
ის მას სჭირდებოდა და საქმე სჭირდებოდა. კერძოდ მე მაქვს ხედელობაში ის რომ იგივე თქვათ მრგვალი მაგი და მისი ჩამოყალიბებულია, რომელიც შემდეგ საარჩევნო ბლოკად გარდაიქმნა და მისგან არჩეული, მისგან გასული დეპუტატები წარმოადგენდნენ უზენაეს საბჭოს იმ უმრავლესობას, რომელსაც ხალხი პატივისცემით ზუსტად ზვიად გამსახურდიას ქარიზმის გამო უწოდებდნენ ზვიად გამსახურდიას გუნდს და მის წევრებს საერთოდ ამ თითოეულ ადამიანს მის გუნდელებს ეძახდა. ეს იყო უდიდესი პატივისცემა ზვიადიდან გამომდინარე ამ დეპუტატებისა. თორე დანარჩენი ესე იგი არაფერიც არ მოხდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ სულ სხვანაირად მიდიოდა პროცესები. სხვანაირად მიდიოდა პროცესები და ერთი რაღაც მინდა რომ აუცილებლად ხაზი გაუსვა ერთ რამეს რომ აი აქედან აი ჩამოთვლილი რაც არის აი იგივე უზენაეს საბჭო და სხვადასხვა ამათი ერთმანეთსგან დაშორება და მით უმეტეს აი ზვიად გამსახურდიას ფაქტორის გარეშე რომელიმეს მოხსენიება რომ ეს მოსწონთ და მეორე არ მოსწონთ ეს არის აბსოლუტურად მცდარი. მცდარი და ეს მართლაც რაღაცა ისეთი შესწომა თუ არ არის მაშინ ვიღაცა ის რა ქვია უბრალოდ შესწომა თუ არ იშვებს და გამიზნული არის ეს უკვე პროვოკატორების მიმართ რომელსაც კარგად ვიცით რა მიზნებიც ჰქონდა და აქვს და ეკნებათ მომავალში. ოროტება ქვია მაგას, ხო? ეხლა მე ძირითადად მინდოდა ვისაუბრა აი იმის თაობაზე რომ გასული წლის ბოლოს რაღაცა სულ დიდი ხანი არ არის გასული, მაგრამ ახალი დღეები იყო და ამაზე ასეთ დღეებში ჩავთვალეთ რომ ჯობდა რომ ცოტა ხანი მოგვეცვინა და მე გაგვიცვა პასუხი. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 28 ოქტომბერს გაკეთდა ესეთი განცხადება რომ თითქოს ესე იგი იუწყებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ ქართული ერთობა შეხვდა ბატონ გურამ აფსანძეს და მის გუნდს, მის მომხრეებს და იქ გაკეთდა საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები. კერძოდ რომ თვითონ გურამ აფსანძე როგორც კანონიერი და ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე უფლებამოსილია რომ რაღაც თავის უფლებამოსილებაზე ისაუბრეს გარდა ამისა იმის თაობაზე რომ აპირებენ თითქოს რაკი უზენაეს საბჭო არის ერთადერთი კანონიერი ისა რა ქვია ორგანო რომელიც უფლებამოსილია რომ დანიშნოს კანონიერი არჩევნები აი ესე ამას აპირებენ და ამას გარდა აპირებენ რომ ესე იგი თვითონვე გააკონტროლონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი ამას თავისი პასუხი გასცა თავის დროზე მოკლე პასუხი გასცა უზენაეს საბჭოს პრეს-ცენტრმა რომელმაც დაადასტურა რომ აქედან ამ განცხადებიდან საზმაოდან რაც ინფორმაცია გაკეთდა იქიდან მართალი სწორადაც რომ არის ის რომ უზენაეს საბჭო არის ერთადერთი კანონიერი ორგანო დღეს შემორჩენილი. მაგრამ ისიც აღნიშნა რომ მასთან არავითარი შეხების წერტილი არ აქვს არც ბატონ გურამ აფსანძეს და არც მის მომხრეებს. კერძოდ რადგან მართალი აქედან არის ის რომ ბატონ გურამ აფსანძე კანონიერი ხელისუფლების და რა ქვია როგორც ახლა თვითონ უწოდებენ ეროვნული ხელისუფლების მინისტრი ნამდვილად იყო. მაგრამ იყო რაც შეეხება შემდეგ პერიოდს 2003 წელს იგი გახდა უკვე მოწინააღმდეგე მართლა პუჩისტების მემკვიდრე ხელისუფლებაში, კერძოდ მიშას ხელისუფლებაში
გახდა ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიჭირა. იქაური მინისტრი გახდა და ერთდროულად ესე იგი ამას რა მტკიცება უნდა რომ როდესაც ესე იგი ნებაყოფლობით დატოვა ნებაყოფლობით თქვა უარი იმაზე რა ქვია თავისით გამოდის რომ თავისითა თქვა ნებაყოფლობით უარი კანონური ხელისუფლების წევრობაზე იმიტომ რომ ესე იგი გახდა უკვე იმის შემდეგ რაც იგი გახდა მიშას მინისტრი ესე იგი მოწინააღმდეგე პარტიის მინისტრი ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ეს არის ბოლო ინფორმაცია და ერთდროულად ესე იგი ორი მოწინააღმდეგე პარტიის ვერაფრით ვერ შეიძლება რა კი საბოლოოდ დაფიქსირებულია როგორც ესე იგი ამ პუჩისტების მემკვიდრე ხელისუფლების მინისტრი მას არავითარი შეხების წერტილი არ აქვს არც იმასთან რომ გამოაცხადოს რაღაცა უნივერსიტეტი იმისი რა ქვია კანონური ხელისუფლების სახელით და ილაპარაკოს და რაღაც წინადადებები დასვას. გარდა ამისა, ესე იგი რანაირად ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანი არის თითქოს აი ეს მეორე განცხადება არჩევნების დანესვლის შესახებ. მაგრამ სანამ მაგაზე ვილაპარაკებთ, აი ამ ინფორმაციები, ესე იგი რამდენად სწორი ინფორმაციები იყო არა ამის დასადასტურებლად. მინდათ რომ ესე იგი გავიხსენო ესე იგი ისა რა ქვია რომ გააკეთა კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სწორედ იმ პარტიის თავმჯდომარე მისმა ხელმძღვანელმა რომელიც გამოაცხადეს რომ ვისთანაც გააკეთა შეხვედრა ბატონმა გურამ ოფსანძემ. ეს არის ბატონი გაიოს მამალაძე, რომელმაც გააკეთა კომენტარი იქვე იმასთან რა ქვია პრეს-ცენტრის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ იგი არის თავმჯდომარე არც მას და არც მის გამგეობას მსგავსი შეხვედრა არ ჩაუტარებია. ესე იგი ფაქტიურად რა გამოდის რომ არც შემდგარი შეხვედრა არის და იქ გაკეთებული უკანონო გადაწყვეტილება ისეთი რომლის უფლებამოსილება მათ არ აქონდათ აი ამაზე ლაპარაკის ამის სერიოზულობაზე ლაპარაკი აბსოლუტურად ზედმეტად მიმაჩნია. მით უმეტეს რომ იქ გაჟღერებული მაინც ყურადღების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ არის დასატოვებელი ის განცხადება არჩევნების ჩატარებისა და მისი კონტროლის შესახებ ასეთ განცხადებას როცა აკეთებენ ვიღაცა თუ იძულებითი არ არის ეს განცხადება თუ რაღაცა სხვა მიზნები არ არის ამ სიტყვების უკან ასეთ განცხადებას რო აკეთებს ადამიანი ადამიანი თუ ორგანიზაცია თუ ვინც აკეთებს ასეთ განცხადებას ამას აკეთებს სწორედ მაშინ რედაქცია ამ გაზეთის რედაქცია ასეთ განცხადებას მაშინ აკეთებენ როდესაც ამისთვის მზად არიან. ესე იგი ეს ნიშნავს ეს განცხადება ნიშნავს რომ თვითონ მზად არის ესე იგი არჩევნებისთვის ეს არჩევნებისთვის დატყოფნა იმას ნიშნავს რომ ესე იგი და მით უმეტეს რომ კანონური და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლად როცა წარმოგვიდგენს თავს ეს იმას ნიშნავს რომ ასეთ ადამიანებს ესე იგი მარტო მონაწილეობა კი არა იმის ამბიციაც უნდა ქონდეს რომ გავიმარჯვებთ. ესე იგი გამარჯვების იმედიც აქვს და თუ არ აქვს ამის და როცა ხედავ რომ თოფის სასრულ მანძილზე არ არის ამ პირობებთან გამცხადებელი ეს იმას ნიშნავს რომ და საერთოდ კითხვას ავსვამ რომ აი მაშინ რა მიზანი აქვს ამ არჩევნების დანიშნულს. რა მიზანი აქვს როდესაც შენ რაც გინდა იმას ვერ აკეთებ. როდესაც შენ კი არა ვიღაცა სხვა იმარჯვებს, როდესაც შენ არა გაქვს არავითარი ის რა ქვია იმისი რესურსი რომ გაიმარჯვო ერთია და რომს მოგცენ აი გადმოგიგდონ ეს გამარჯვება რომს მოგცენ რა იქ ხო აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად უნდა დააკომპლექტო უნდა შეავსოს ყველაფერი როცა შენ არა გაქვს მაგის საშუალება ესე იგი ნიშნავ ვიღაცას რომელიც არის შენი მოწინააღმდეგე რა გამოდის რომ პირდაპირ ესე იგი აკეთებ რას რომ გადასცე სხვა ის ვიღაცას გადასცე შენ უფლებამოსილი ლეგიტიმურობა ერთადერთია ეს ლეგიტიმურობა სწორედ ის ერთადერთია რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში 10 წლების განმავლობაში
ვერ დაგვათოვინოს. იყო 1000 სხვადასხვა მომენტები და ეს ვერ დაგვათმობინეს და ეს არის პრობლემად გადაქცეული ამ ფაქტობრივი ხელისუფლებისათვის, რომლებიც არიან პუტჩისტების მემკვიდრე თითეული მათგანი. ეს მედლის ორი მხარეა, ესეთი იქნებიან თუ ისეთი ერთი და იგივე, ყველა არის ერთი და იგივე ამ უკანონო ხელისუფლება. ხო და მე სწორედ მაგასანა მაქვს საქმე, რომ ეს ამ განცხადების გამკეთებელს არაფერი არ ესაქმნა. ესე იგი ეს აღარ ვიცი რა ვიცი მე იქ ხომ იგივე ჩვენი ხალხი არის, იგივე შეიძლება რაღაცა მე ერთი აზრი მქონდეს, მათ მეორე აზრი მქონდეს. მაგრამ აი სამართალ მემკვიდრეობას ესე ადვილად ვიღაცისთვის მიცემა და გადაცემა, ნუ რას ანიშნავს, რა უნდა იყოს ესე არ მინდა. მე არ მინდა რომ სახელი დავარქვათ. მე ერთი უბრალოდ ის მინდა რომ აღვნიშნო, რომ ჩვენ ახლა ამ წუთში ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ მართლა გზის გასაყარზე ვართ. გზის გასაყარზე ვართ, იმიტომ რომ აი მართლაც წვუა და დაფიქრება გვჭირდება. ამ უსასრულო სივრცეში, ამ სამყაროშია რა. ჩვენი პატრონი და ჩვენი მეგობარი არავინ არ არის. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ აქვს. ხო და ერთმანეთისთავს ვერავინ ვერ გამოგვიჩენს. ეს თუ არ შევიგნით. ალთასა და ბალთას გავიწევით და გაგრძელდება ეს მტრისთვის გასახარი ჩვენი მოქმედებებია რა. მართლაც კაც არაფერს არ უხადის ეს ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ახლა რაში არის საქმე? ერთი რამე მინდა რომ აღვნიშნო. ერთი რაღაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ აი ამჟამად ხშირად ვხედავ ხოლმე ამისანა სიტუაციას, რომ ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობს რომელიღაცა პიროვნება, იმიტომ რომ აი წარსულში მართლაც ესე იგი რაღაცა თავდადებით იბრძოდა, იქ მიტინგები იყო, იქ რაღაცა აქციები იყო, ტყვია და ცეცხლი გამოიარა. კი, იყო ისეთები, ჩემ გვერდზეც ბევრი ყოფილიან და რაღაცნაირად მე ბედნიერს რაც ვთვლით ჩემ თავსაც, რომ ერთად ვიყავით და როგორც შეგვეძლო ვიბრძოდით. მაგრამ დღეს ესე იგი რაღაცა გადაუბრუნდათ იმათ და სულ სხვანაირად აზროვნებენ. არ ვიცი, იქნებ მე ვარ შემცდარი, მაგრამ სულ სხვანაირად აზროვნებენ და აი ესე იგი თან აი ყველაფერი ამის წინააღმდეგი არიან, წინააღმდეგ მოქმედებენ და თან კიდევ ამაყობენ იმით, რომ აი მე ეს ვიყავ ისე თუ კაი ადამიანია მართლა ესეთი ერთგული იყავი ზვიად გამსახურდიასი და იგივე ვთქვათ ეროვნული ხელისუფლებისა, ეს არის განუყოფელი. მე სპეციალურად ვახსენე ადრე რომ ერთი მეორეს გარეშე თუნდაც აი გვალი მაგი დაახსენო ზვიად გამსახურდიას გარეშე, აი ზვიად გამსახურდია კარგია, გვალი მაგი და ცუდია. აი ვთქვათ ანი ეს დეპუტატების ჯგუფი, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, ეგარო არ გოდათორის ეს ყველაფერი ერთად ჭირდებოდა და ერთად რო იყო, ამ ერთად ყოფნით და ერთი აი კომპლექსურად იყო საჭირო იმისთვის, რომ მიეღწია ზვიად გამსახურდიას იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც მივახციეთ 28 ოქტომბერს, მანამდე რა გზებიც გავიარეთ ეს ხო თავიდან ბოლომდე როგორი ესე მართლაც როგორი ესე იგი რაღაც არაადამიანური ინტუიციაც სჭირდებოდა და ფილიგრანულია ეს სულებიც, რომ აი რაღაც არ ავწდენოდით აი ისეთი გზას, რომ ესე იგი რაღაცა გამარჯვებამდე რომ მივსულიყავთ. ეს ყველაფერი ესე არის და ამიტომ რაც შეეხება ერთი რაღაცა მინდა კიდევ რო ვთქვა, ეს რა თქმა უნდა თუ როდისმე ბოლოს და ბოლოს ახლა მეტი რა უნდა თქვა, ძალიან ბევრი მაქვს მე დაწერით სიმართლე რო ვთქვა, უფრო კარგად ვახერხებ ხოლმე და სიმართლე გითხრათ ბევრი პასუხი მაქვს, ბევრი არგუმენტირებული პასუხი მაქვს და მაინტერესებს მართლა თუ კი სადმე იქ რასაც ვლაპარაკობ, სად არის ჩემი შეცდომა. მადლობელი ვიქნები თუ კი ვინმე ამას მაჩვენებს და აი ხლას მე მგონი ძალიანაც მართალი ვარ. რანაირად შეიძლება შეგაი ადამიანო თუ საქმის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გააფუჭებ მაინცა. თუ მართლა სამართალ მემკვიდრეობა არაფერს არ ანიშნავს, თვითონვე ესეთი დიდი გულშემატკივრები რო არიან იგივე თქვა ჯორდანიას ხელისუფლებისა, რატომ რომ ამაყობდნენ ხოლმე იმას არ გადაუბარებია და ისე წავიდა იქ. ხო ლაპარაკობენ იმას. ეხლა ჩვენ რო არ ვაბარებთ რა, ეს აღარაფერია და მარტო ის არის ყველაფერი. და გარდა ამისა, რას ანიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია და თუ არაფერი არ არის ეს სამართალ მემკვიდრეობის გადაბარება რას ანიშნავს? შეიძლება
იკითხონ და გაიგონ იგივე პოლონეთის მაგალითიდან და ბალტიის ქვეყნების მაგალითიდან, სადაც მოხდა აი მაგალითად პოლონეთში არა, აი ჩვენ ყავს ცოცხალი მოწმე ყავს ახლა. აქ ბატონი ვიქტორ დომიხოვსკის მეუღლის სახით ამასინაც წავიკითხე მისი პოსტი ნახე, სადაც იგი აღნიშნავს ერთი კაცი მოხუცი კაცი იყო სადღაც ინგლისში დარჩენილი, ჩამოიყვანეს და აი სამართალ მემკვიდრეობას ეს დაჭირდეს ყველაფერი ეს არ არის უბრალო საქმე. არ არის უბრალო საქმე, მაგრამ ვინ არის შენი წინაპარი მართლაც ბოლოს და ბოლოს კაცია თუ ნაკაცია. ეს იგი. ხო და ერთ რამეს ვიტყვი კიდევ რა. ამით დავამთავრებ. თუ ბოლოს და ბოლოს არაფერზეც რო არ ვლაპარაკობ. რომცა ესე იგი სხვა პრობლემა რომ არც იყოს, არავით არის სხვა პრობლემა რომ არც იყოს. შენ თუ თქვენ მე მეგობრულად ვლაპარაკობ, არავითარი არა ვარ. თუ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლად თვლით თავს, ის რაც ზვიადთან არის დაკავშირებული, რომელმაც ეს ყველაფერი ის დიდი გამარჯვება მოგვიტანა, მასთან დაკავშირებული რაც არის, ის არ უნდა გაწუხებდეს ის შენთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. და ამიტომ რა არის, მე მგონია რომ ლაკმუსივით არის, აი ლაკმუსივის იმას გადასხმასავით არის ის ამბავი რომ ესეთი ხალხი რომელიც ლაპარაკობს თან არიან ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები და თან იმ კოლხური კოშკის მდგომარეობის თაობას რომელსაც თვითონ ამ ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ძეგლის სტატუსი მიანიჭა. მის გარშემო რაც ხდება ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ის რომ თქვათ აი რაც სტატუსიდან გამომდინარე რაღაცა მანძილები არსებობს რომ მშენებლობა არ შეიძლება. მშენებლობა მიდით პირდაპირ კედელზე. აი ეს რო ირღვევა და რაღაცა ერთხელ მაინც რატო არ გააპროტესტეს. თან ხარის და თან კიდე ამისანა რაღაცა და ასეთ რაღაცას თვალეთ რა და როგორ ხუჭავს. რანაირად აღუჭავს. მე არაფერს აღარ ვლაპარაკობ იმაზე რაც ყველაზე მეტი სალაპარაკოა. და ამით დავამთავრებ რა. ან როგორ არ უნდა აწუხებდეს. რა მნიშვნელობა აქვს ვიზე ხარ და რატომ ხარ ნაწყენი. რა გამართლება აქვს რომელიღაცა პიროვნება თურმე არ მოგწონს და იმის ბრალია ყველაფერი იქნება ეგრე ფიქრობს ხოლმე ყველაფერს აღარ ვლაპარაკობ. ზვიად გამსახურდიას ოჯახი რომ ასეთ დღეში რო ყავს. ზვიად გამსახურდიას ამდენი უბედურება რომ დაატყდა თავს და კიტრათაც არ მიაჩნია და არა ხმას ერთი ხმა არ უმახლებია. ის რომ ესე იგი თქვათ იგივე სასამართლო რაღაც რა ვიცი რა გადაიხსა რა უწოდო და აი ესეთი უსამართლო დრო იქცევა და არც ამაზე არ აქვს რეაგირება. ესე იგი რანაირი ისახავთ ამ შემთხვევაში ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელი. მე ვიტყოდი პირდაპირ ეს არის საბოლოოდ ლაკმუსის გადასხმა საკუთარ თავზე და მეტი არაფერი. თქვენ თვითონვე აღიარეთ რომ არაფერის კავშირი არ აქვს მაგათ. მოგწია დღეს ამით მადლობა ერთი სიტყვა. კი ბატონო. ზვიად გამსახურდია არ იყო უბრალო მოვლენა. ზვიად გამსახურდია იყო მესია ამ ქვეყნად გამოგზავნილი, რომელსაც ჩვენი ხელითვე მიგვახსოვინეს კაცი და მოგვაკვლევინეს. ბოროტება მესია იყო ზვიად გამსახურდია, როგორც იესო ქრისტე. კარგად დააკვირდი ასე გონჩენგოს ნათქვამს მე დავამტკიცებ ბატონი მერაბ კოსტავას სიტყვით რომელმაც ზვიად გამსახურდიას უწოდა მესია და თავის ზვიადისადმი მიწვენ ლექსში პირდაპირ უწერია დედამიწაზე დადის მესია. მერაბ კოსტავა გახდათ უაღრესად ქრისტიანი კაცი და მას არაფერი არ ეშლება. ახლა რაც შეეხება ბატონებო სამართალ მემკვიდრეობას ჩვენ წინა ოთხშაბათს ჩავწერეთ მაგრამ ეთყობა ცოტაოდენი მაინც კომენტარი ჭირდება. სამართალ მემკვიდრეობა ვახსენე რასაც ნიშნავს ზვიად გამსახურდიას რომ ერთი დეპუტატი ყოლოდა 18 წლის პარლამენტიდან მას ასე ვთქვათ საკაჭო ანუ სათუო რეფერენდუმის ჩატარება არ დაჭირდებოდა ისე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ისე როგორც ბატონი ჯემალის თქვით პოლონეთის ქვეყანას ერთი კაცი გამოაცხადებდა სამართალ მემკვიდრეობის გაგრძელებას ანუ იმ ტერიტორიის გაგრძელებას რომელიც იმ პერიოდში იყო იმ კანონების გაგრძელებას ასე ჩაატარა ბატონმა ზვიადმა რეფერენდუმი ერთი კაცი რო ყოლოდა ცოცხალი ამას ვერ გააკეთებდა. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი რომელსაც ზოგიერთი პროჭანტურისტი ბევრებს გვიწოდებთ გახლავართ სიგნატორი ნიშნავს ბატონებო დამოუკიდებლობაზე ხელის მომწერ დეპუტატს
ამერიკაში მას ერის მამებს ეძახიან და ჩვენ კიდე ჩვენ თავს ვთვლით ქართული პარლამენტარიზმის მამებად და ამიტომ ამ შეხვედრებს ჩვენ კიდე გავაგრძელებთ. დღეს ძირითადად ჩვენი გამოსვლა იყო მიძღვნილი დღევანდელ მოვლენებზე, შემდეგში ამ საქმეზე, ანუ სამართალმემკვიდრეობაზე კიდევ გავაგრძელებთ. რაც შეეხება უზენაესი საბჭოს დეპუტატებს. დედამიწაზე ერთადერთი პარლამენტი აღმოჩნდა, რომელიც გროზნოში რამდენჯერმე ჩავიდა ზვიად გამსახურდიასთან, როცა გიორგი ჭანტურია, ედპ-ის ლიდერი, ტელევიზორში ღიად აცხადებდა, რომ ზვიადისტების მისამართები ვიცი და სახლებში ჩავხოცოთო. შემდგომ ირინა სარიშვილმა გაიკვირვა თავის შევარდნაძესთან ნათქვამი, როცა აჩვენეს, რომ ზვიად გამსახურდია უნდა მოსპო, მე ვიყავიო, კაცო ესო. იგივე გაიმეორა ნათაძემ, ვინც ზვიად გამსახურდიას უღალატა, უნდა მოინანიოს და შემდეგ საჯაროდ თავში ტყვია უნდა იხალოსო. იგივე გაიმეორა სხვა ბევრმა წიგნებში დაწერეს. ამიტომ ზვიად გამსახურდიაზე როცა ლაპარაკობთ, გეცინოდეთ უფლის, სასჯელის. ამით დავამთავროთ დღევანდელი დღე, გმადლობთ. მადლობთ.